დღეს ჩვენ აღნიშნავთ ისტორიულ მოვლენას, დასრულდა საქართველოს რკინიგზის მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება. ეს არის კაფეო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველოს გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. 1972 წელს დაფუძნებული ქართული რკინიგზა დღეს 153 წლის შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეტაპზე, რომელიც პასუხობს 21 საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები. აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, ასე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ნიადაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, რაც თანამედროვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულა. ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქცია, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის არაუბრალოდ ალტერნატიული გზა, არამედ ახალი სტანდარტი ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია საქართველოს ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუძლო რგოლად. ქვეყნად, რომელიც ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა შუა დერეფანის საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში. და მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ერთად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის ისტორიული პროექტის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას. რკინიგზა ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უნიშნელოვანესი საყრდენია და ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარება. შესაბამისად, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნულ პროექტს უდიდესი როლი გააჩნია ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების სტრატეგიაში. პროექტის ფარგლებში აშენდა 10 ახალი ხიდი, 6 გვირაბი, 3 სადგური და სხვა მრავალი საკვანძო ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უზრუნველყოფს გამტარუნარიანობის ზრდას, ამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს და აიოლებს გადამზიდავთა საქმეს, რაც საიმედოობას ზენს ჩვენს დერეფანს. შედეგად საქართველოს განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელოს 2022 წლამდე ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. 2026 წელი იქნება გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ ფაზაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს დავასრულებთ და ოპერირებაში გავუშვებთ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ქვიშხეთის გვირაბის შესასვლელ პორტალთან. ეს გვირაბი არის 8300 მეტრის სიგრძის, ეს არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და გრძელი გვირაბი. ჩვენ ავაშენეთ აღნიშნულ პროექტზე დაახლოებით იმ ხელამოცულობის სამუშაოები, როდესაც ეს რეგიონში შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო პროექტი. ჩვენ ავაშენეთ 6 გვირაბი, ავაშენეთ 10 ხიდი, ავაშენეთ სადგურები, ქვესადგურები და ავაგეთ 90 კილომეტრამდე ახალი ლიანდაგი. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროექტი, ამ პროექტის ძირითადი, ასე ვთქვათ, სარგებელი წარმოადგენს შემდეგში, რომ ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, უღელტეხილის მონაკვეთი წარმოადგენდა აქამდე ყველაზე რთულ მონაკვეთს, სადაც იყო ყველაზე მაღალი ქანობები, ჩვენ გვიწევდა სპეციალური რეჟიმით მოძრაობა და ოპერირება, ჩვენ გვიწევდა სავალდებულო გაჩერებები, გვიწევდა რამდენიმე ელმავლის, ასე ვთქვათ, ჩაბმა და უფრო რთული ოპერირება. ამ სამომავლო და დღეიდან ჩვენ უკვე გადმოვერთევი მთლიანად ახალ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ აღარ მოხდეს სავალდებულო გაჩერებები, ჩვენ აღარ გავაჩერებთ უკვე უღელტეხილზე და მოვახდენთ სრულად ოპტიმიზაციას იმ მოძრაობის და რაც გაცილებით ეფექტიანს გახდის ჩვენ ოპერირებას. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ და უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ საქართველოს რკინიგზა და უპასუხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. მოვახდენთ განახლებას მოძრავის შემადგენლობის. დღეს რკინიგზაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ეხება ჩვენ სალოკომოტივო პარკს და სავაგონო პარკს.
მთავრობის ხარდაჭერით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ფაქტიურად ისტორიული გადაწყვეტილება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. პირველად საქართველოს რკინიგზას ექნება თანამედროვე ახალი ძალიან ასე ვთქვათ, ყველაზე ესეთი თანამედროვე ელმავლები, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე სიმძლავრეებით და გაცილებით მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ასევე ჩვენ გავაუმჯობესეთ სატვირთო მატარებლების ოპერირება, გავზარდეთ დატვირთვის წონები, მისი სიგრძეები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების გატარების მაჩვენებლებს, როგორც დროში, ასევე ეფექტიანობის ნაწილში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ ასევე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს რკინიგზას ანაკლიის პორტთან. მოცემული პროექტი იქნება კიდევ ერთი დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულიად ახალ სიმძლავრეებს და შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენ ქვეყანას. ასევე გააძლიერებს მის სატრანსპორტო პოტენციალს. საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჩვენ ვაპირებთ, რომ სრულიად ახალ ეტაპზე და არსებითი გაუმჯობესება მოვახდინოთ სარკინიგზო მიმართულების და მისი შესაძლებლობების. და ბოლოს მინდა მადლობა გადაუხადო პროექტის თითოეულ მონაწილეს, ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, სახელმწიფო უწყებებს იმ ხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის და გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას რკინიგზის ახალ მიმართულებას.